კითხავთ ამერიკაში საქართველოს ელჩობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში თამარ ტალიაშვილთან დაკავშირებით, ვიცით რომ მას აქვს თანხმობა, რატომ ტალიაშვილი, ერთი ეს, რატომ შეარჩიეთ, მეორეს მხრივ ამერიკა საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის კომპონენტში რა შეიძლება იყოს თუნდაც თამარ ტალიაშვილის საქმიანობით, რას ელოდებით უკვე ამ მიმართულებით? უბრალოდ ყოველთვის მინდა მიულოცო ქალბატონ თამარ ტალიაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დანიშნა. როგორც თქვენს გახსოვთ, ის პარლამენტიდან ჩვენი კოლეგა იყო, რომელიც ერთი მხრივ პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა, მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გადაწყვეტილება აგრემანი მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის რომ საქართველოს ელჩით იყოს წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე, ასე რომ ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რადგან ამერიკაზე ვსაუბრობთ, ამერიკაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით თქვენ გვინდისაუბრეთ, რომ პარალელები იკვეთება აქციების კონტექსტში, ამ შემთხვევაში მიმდინარეობასთან მიმართებაში რა სხვაობას ან პირიქით იდენტობას ხედავთ ამ აქციებს შორის? ექსტრემიზმის ყველგან ერთნაირი სახე აქვს, ძალადობას ყველგან ერთნაირი სახე აქვს და ამ სახეს ჩვენ ხედავთ ხან თბილისში, ხან ბერლინში, ხან ლოს-ანჯელესში, ხან პარიზში, ხან სად და ხან სად. პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთებს ევროპაში ჰგონიათ, რომ მათ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან, ეს ცუდია და ქართველ პოლიციელს თუ ესვრიან მოლოტოვის კოქტეილს, ეს კარგი არის და მშვიდობიანი არის. ზოგიერთ ევროპელს გონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ბერლინში ცუდია და საქართველოს პარლამენტს თუ წვავენ ევროკავშირის ბიუჯეტი და დაფინანსებული ადამიანები, ეს კარგი არის. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის ბრიუსელში და ასეთი შემთხვევები ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ ხანდახან რამდენად უტიფარი არის ხოლმე ზოგიერთი უცხოელის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ერთის მხრივ მაღალი ტრიბუნიდან ქადაგებენ პლურალიზმს, ქადაგებენ მშვიდობიან განვითარებას და მეორეს მხრივ პირდაპირ აფინანსებენ ექსტრემიზმს. ვიცით რომ ამერიკის შეერთებულ შტატების დაფინანსებები შეწყვეტილი არის, დღეს ფაქტია, რომ სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა და ექსტრემიზმი საქართველოში ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან და სხვადასხვა დედაქალაქის სახელმწიფოს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ბიუჯეტიდან. რაც რა თქმა უნდა სამარცხვინო მდგომარეობა არის, ევროპის ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან და ეს უნდა შეწყდეს, მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველა ელჩს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ამოცანებს და შეწყვიტონ ექსტრემიზმის გამართლება, წახალისება და დაფინანსება. აი გორჩევი და მე. მოვა, ყველას გიპოს. თქვენ სამ კითხვას უყურებთ. ხო, ცოტა გაუგებარი კონტექსტი არის ამ განცხადების. ჩვენ დღეს ყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, თაობა, რომელიც უკვე ფაქტობრივად სკოლასაც ამთავრებს, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტში ითქვა, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი. გაიზარდა მთელი თაობა ამასობაში, სკოლას ამთავრებენ, ისე რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა. მიუხედავად
რომ საქართველოს აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ეჩვენებინა ნატოსთვის, ჩვენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ მისიებს, ავღანეთის მისიას, საქართველოს წარმოდგენილი იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. შეგახსენებთ, რომ რაოდენობით, რიცხობრიობით ვიყავით მესამე, მეოთხე ქვეყანა ნატოს ქვეყნებთან შედარებით, არაფერს ვამბობ, რომ არაწევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ვიყავით. 1000-1500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი და ისიც შტაბში. ასე რომ ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთებული იყო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა მნიშვნელობა საქართველოს მნიშვნელობა ნატოსთვის და ასევე გვეჩვენებინა ნატოს მნიშვნელობა საქართველოს, ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ხვდებით მხოლოდ სიტყვებს. და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გუშინ იყო თუ არ ვცდები, გავრცელებული ნატოს ადგილობრივი ოფისის მხრიდან. განცხადება კარგია განცხადება, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს და ეს ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომლის მიმართაც ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატოს ოფისების მხრიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ საქართველოს ყველაფერი გააკეთა იმისთვის და აჩვენა ყველაფერი, თუმცა მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა ისე, რომ ჩვენ საპასუხოდ ნატოს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები და არ გვაქვს არც მაპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არაფერ ასეთ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ამ სიტყვების უკან დგას ქმედითი გადაწყვეტილება და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები. საერთაშორისო დაცვის საკანონმდებლო პაკეტის დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ახალი შეიარაღებათა მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. თქვენ ნახეთ რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ შეიარაღებათა სამინისტრომ იმუშაოს ეფექტიანად. ასე ეს არის სულად მისი კომპეტენციის ნაწილი, მას აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა, შეიარაღებათა მინისტრს, რა თქმა უნდა, მის საკადრო გადაწყვეტილებების მიმართაც გვაქვს ურთიერთობა. არა, კიდევ ერთხელ შეიარაღებათა მინისტრი, ახალ მინისტრს უმეტეს აქვს ყოველთვის შესაძლებლობა, რომ საკადრო პოლიტიკა, თავის საკადრო პოლიტიკა გაატაროს, გააძლიეროს რაღაც ნაწილები, სადაც საჭირო არის, ნახეთ გადაადგილებები და ასე შემდეგ, ასე რომ ეს ჩვეულებრივი ნაწილი არის საკადრო გადაწყვეტილების, რომელიც როგორც წესი მინისტრის მხრიდან მიიღება ხოლმე. თქვენ ფიქრობთ, რომ 1.5 მილიონიანი ქალაქის პოლიციის უფროსობა და ხელმძღვანელობა არის რაიმენარი ჩამოქვეითება. მთლიანად ესტონეთი, მთელი ქვეყანა ესტონეთი არის 1.300.000 და ვაჟასირაძე არის 1.5 მილიონიანი ესტონეთზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი. რატო ფიქრობთ, რომ ეს არის ჩამოქვეითება? რატო ფიქრობთ თქვენ, რომ შეიარაღებათა სამინისტროში არის რაღაცა მეტნაკლებობები? ყველა საქმე მნიშვნელოვანი არის, ხელმძღვანელო თანამდებობაზე არის ყველა და მნიშვნელოვანია მათ შორის მათი გამოცდილებით, რომ სხვადასხვა მიმართულებები გააძლიერონ. კიდევ ერთხელ ეს ჩვეულებრივი წესია, სხვა შორის მისასალმებელიც არის, რომ ნახეთ თქვენ მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში, რომ როტაციის პრინციპი არის ჩადებული, რაც აუცილებელია ასევე, რაც ხდებოდა ხოლმე. მე ვიცი რომ ის დააკავეს, ანუ
ვერ გეტყვით ხამას დაკავშირებით ის რომ ის დააკავეს და რატომაც დააკავეს ყველაფერი მოისმინეთ საჯაროდ. ან თქვენ ეს ფაქტები თვითონ მოგლიჯეს და გაანადგურეს? ეს ჭორები. მანქანას აქვს კამერები მოგლიჯილი? ვის ვინ მოგლიჯა? არ ვიცი. ხა ვერაუყვები ხა უყურეთ თქვენ ჭორ მართალს ვერაუყვები მე. უმარტივეს საკითხი იყო ხა მელიას ხვიდა ვინმეს უკვირს რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევს არის ჩვეულებრივი. არ ვიცი რამდენი ადამიანი გაჩნდა ან არ გაჩნდა მაგრამ ფაქტი არის და ითქვა კიდევაც არის მე მგონი ამაზე გამოძიება მე მგონი მიდის. მოშორებას ასე ძახით თქვენ ეძახით რომ ესტონეთზე ერთ სახელმწიფოზე დიდი ქალაქის თბილისის ან მოდი ამაზე შევთანხმდით ესე იგი აქ პრობლემას ვერ ხედავ და რატო ფიქრობთ რომ რატომ არის გონია თუ პატრულის ხელმძღვანელობა უფრო პრესტიჟული ვიდრე პოლიციის თუ თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ ესტონეთზე დიდი ტერიტორიის და მოსახლეობის შინავს ბატონო საერთაშორისო დაცვის საკანონმდებლო პაკეტში ეს არის მიზეზი რომ სანქციები მუშაობს და კიდევ რომ ოფიციალურ სამყაროს დაანახოთ რომ მოიშორეთ ძალოვანი წყები და ყველა ადამიანი ვის მიმართაც მძიმე ბრალდებები ისმოდა სანქციებში რას გულისხმობთ არ ვიცი ვის მიმართ სანქციებს გულისხმობთ იმიტომ რომ იმდენად არეული არიან ზოგიერთი ქვეყანა ზოგი თავისთან შეშვებაზე უარს ამბობს ზოგი რას და ზოგი რას ჩვენი ვაქცინებთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ახლა როდესაც ჩვენ ხედავთ რომ ესტონეთის და ლატვიის დონეზე არის ასე ვთქვათ საქართველოსთან ქართულ ხალხთან ბრძოლა ამას ჩვენ სერიოზულად ვერ შევხედავთ ამიტომ ჩვენი არც პოლიტიკა არც გადაწყვეტილებები და მით უმეტეს არც საკადრო პოლიტიკა არ განისაზღვრება უცხო ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებით. ანუ უყურეთ თქვენ თუ ჩაყვებით მაშინ სიას იქ ზოგზე არის ადამიანი რომლის მიმართაც შეიძლება რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს შეზღუდვა ზოგი არ არის. თქვენ რომ ასეთი დასკვნები გამოგაქვთ ეს თქვენ ავსიხარულს მივაწოდოთ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცნაირად გიხარიათ რომ ვიღაცა უნდა უცხოელმა უნდა რაღაცა უნდა დაგჩაგროთ და უცხოელმა უნდა გიკარნახოთ რა უნდა მოხდეს ეს სიხარული რა თქმა უნდა აჩვენებს თუ რამდენად შორხართ თქვენი სამშობლოსგან რამდენად პატრიოტიზმი არის დაწეული თქვენგან რაც გასაწევრი არ არის იმიტომ რომ ხაზარაძის ტელევიზიის წარმომადგენელი იქნებით ეხლა იქ პატრიოტიზმი არ არის უყურეთ აი მოდით შეხედეთ სხვა ლოგიკას უყურეთ შემოგთავაზებთ ლოგიკას და იქნებ თქვენთვის ეს უფრო მარტივი იყოს უყურეთ ჩვენ ყავს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი არის თუ არა ეს ამაში ლოგიკა ბუნებრივი როდესაც მინისტრი არის საკადრო გადაწყვეტილებებსაც იღებს თქვენ ნახეთ მთელი წყება ასე ვთქვათ ცვლილებებისა თუ არ ვწდები 10-ზე მეტი თანამდებობის პირი არის რომელსაც შეეხოთ სადაც ჩანს აშკარად ასე როტაციის პრინციპი ახალი მინისტრის დამოკიდებულება სად უნდა მას რაიმე გააძლიეროს სად ხედავს რომელ ადგილას მინისტრები ამისთვის არსებობენ რომ მათი გადასაწყვეტია მათ შორის ასეთი საკითხები და თქვენ გინათ ეს დაუკავშიროთ რომ არ გახდა თუ არა საქართველო ვასალი რომელიც სხვა ქვეყნის რა თქმა უნდა მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებაში რო იქნება გარედან რასა იუკნევიჩიანე რასაც ეტყვის უყურეთ ყველა თავისი იმიტომ უყურეთ მარტივი რამე ყველა იმიტომ რომ ყველა უყურებს საკუთარი ასე ვთქვათ ფილოსოფიიდან სამყაროს და თქვენი ფილოსოფია მამუკა ხაზარაძის და მის ტელევიზიის ფილოსოფია არის რომ რასაც გარედან გიკარნახებენ ის უნდა აკარნო და თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ იქნებ ეს ასე
წარმოიქმნა და ასევე მიზანი რა არის აი ამ კანონპროექტის. ხო, ჩვენ ხედავთ მათ შორის რომ სტატისტიკური მონაცემებიც იყო გაჟღერებული რომ არიან მიგრანტები რომლებიც ნებართვის გარეშე იმყოფებიან საქართველოში, არის სხვადასხვა ტექნიკური ადმინისტრაციული ასე ვთქვათ ხარვეზები რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა და მნიშვნელოვანი არის რომ კონდეს შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს და მთავრობას შესაძლებლობა რომ ის ვინც არის წესების დარღვევით საქართველოში ის ვინც არ ემორჩილება სხვადასხვა პირობებს მათ შორის დასაქმებასთან დაკავშირებით შესაბამისად არღვევს საქართველოში ყოფნის ნებართვის პირობებს მას რა თქმა უნდა საქართველოში არაფერი ესაქმება და ამის შესაბამისად ხელისუფლებას უნდა კონდეს შესაძლებლობა რომ მალე აღმოფხვრას ასეთი მდგომარეობა. ასევე იყო საუბარი მათ მიერ აქციებზე დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით. საუბარი იყო აქციებზე დანაშაულების ჩადენაზეც კი არის. ამ მაგალითადაც რომ ხო, რა ვიცი, ესეც ცალკე საკითხი ხა ამაზე განსაკუთრებული კონცენტრირება არა, ეს მაგრამ თავად ის ფაქტი რომ უცხოელები საქართველოში მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში საქართველოს პარლამენტის თავდასხმაში დაწვის ცდილობებში და ასე შემდეგ, ეს თავისთავად აჩვენებს რა ახალი რისკები შეიძლება ჰქონდეს უკონტროლო მიგრაციას. კიდევ ერთხელ საქართველოში ყველას მივესალმებით, იქნება ეს ტურისტი, თუ იქნება ეს პროფესიით ჩამოსული ადამიანი, რომელმაც შეიძლება ჩვენ საზოგადოებას და ეკონომიკას შემატოს, ვინც საქართველოს ჩამოდის ასარევად, ჩამოდის აქ პოლიტიკის საწარმოებლად, ეხლა ამისთვის არ არის განსაზღვრული საქართველოში ყოფნის პირობები. თვითმმართველობის ბატონიშალა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ბატონიშალა, თვითმმართველობის არჩევნებთან. ისი? თვითმმართველობის არჩევნებთან. ხო. ხო, ჩვენ რასაც ხედავთ ყოველდღიურად ამის სასამართლოში, ეს არის ისტერია, ძალადობა, მათ შორის გუშინ კადრები ვიხილეთ, ოდესაც მანდატურზე პირდაპირ ძალადობდა ერთ-ერთი ქალი აქტივისტი და ამ სურათებს ვხედავთ, რა თქმა უნდა, აქ არანაირად არ ესაქმება ამ ყველაფერს სასამართლოს დარბაზებში და დერეფნებში. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ მათ შორის სასამართლო მანდატურის სამსახური ამ მხრივ იქნება მკაცრი. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ჩვენ მივცეთ შესაძლებლობა ექსტრემისტებს რომ არიოს ქართულ მართლმსაჯულების კედლებში სიტუაცია. კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ეს ექსტრემიზმი და ისტერია დაფინანსებული და წახალისებულია გარედან. კიდევ ერთხელ იმის გამო რომ სხვა დროს ხმამაღლად მოსაუბრე ზოგიერთი ევროპელი ელჩი გაჩუმებული არის, ამითი ახალისებენ ზუსტად ამ ქცევას, მანდატურზე ძალადობას, სასამართლო დარბაზებში ისტერიას და სხვა ასეთ ექსტრემისტულ ქცევებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ამ მიმართულებით მოწესრიგება სიტუაციის სასამართლოში. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ბატონო, როგორ თქვით საქართველოს? გამოცხადებული რა თქვი? ამ თქვენ ფიქრობთ რომ არა თქვით რომ არალეგიტიმური არის მაინტერეს. არა თქვით რომ არა თქვენ ხო საინფორმაციო გადაცემის წარმომადგენელი ხართ. ვიზე საუბრობთ არ ვიცი მითხარით თანამდებობა მითხარით და თანამდებობა მითხარით. თქვენ მითხარით. კარგი, არ გპასუხობთ მაგ კითხვას. კარგი და ხარა. არ გპასუხობთ. იცით რაშია საქმე კიდე ერთხელ. კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელი რო ბედავთ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობთ გამოცხადებულიო. ამას რო ბედავთ თქვენ კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელი, ეს იმიტომ ხდება, რომ
თქვენი უცხოელი მხარდამჭერები ამას გაბედინებენ, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადოთ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მათ შორის თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ჩვენთან აქ რომ ტერორიზმი არ არის, ჩვენთან აქ უსაფრთხოება არის, ზუსტადაც უსაფრთხოების სამსახურის დამსახურება არის და რომელმა ელჩმა და დონორმა წაგახალისათ, რომ არალეგიტიმური უწოდოთ თქვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აი ხა წადით და იმ ელჩს და იმ დონორს უწოდეთ არალეგიტიმური და გამოცხადებული ელჩი. სამარცხვინოა საქართველოს მოქალაქე, რომ უცხოელების დაკლულზე დადიხართ, სამარცხვინოა რომ თქვენ როგორც ჟურნალისტი ასე იქცევთ. თვითმფრინავში თუ ვეთფრინავში. კარგი, ხა რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ამაზე, გუშინი თქვა კიდევაც. ხა ჩვენ თუ ამას ასე ვთქვათ, მივიღებთ როგორც მოცემულობა თუ სიმართლეთ, ავიცი მაშინ ესე იგი ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის, ასე რომ გააგრძელოს ამაზე საუბარი. თავარი არის ერთი რამე, რომ უმძიმეს დანაშაულში გასამართლებული ადამიანი ფულის გათეთრებაში და მსგავს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთაში, იმიტომ რომ გაექცა მართლმსაჯულებას ადამიანი დღეს არის ციხეში, ვერაფერს ვერ ამბობს, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ან რამე არის, ერთი თმაც არ ჩამოცვენია, თმის ღერი, ისე მოხდა მისი დაკავება, დანარჩენი თავის თავს დააბრალოს, დანაშაულები არ ჩაედინა და ციხეში არ იქნებოდა. გასაგებია, რომ ადამიანს არ უნდა ციხეში ყოფნა, მაგრამ თავად ჩაედინა ეს დანაშაულები. თქვენ არ გპასუხობთ, არ გპასუხობთ. არ გპასუხობთ. გირჩი და განტარი არის მზად მიიღო საქართველოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ნაციონალური მოძრაობა და ასევე ახლები უარს აცხადებენ მონაწილეობაზე. რაც შეეხება ლელოს, კითხვის ნიშნები არის, მათ შეიძლება სურდეთ მონაწილეობა, თუმცა ამას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ღიად არ ამბობენ. რა ხდება ახლა ოპოზიციაში და საბოლოო ჯამში თქვენი აზრით მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას არჩევნებში? ჩვენ ნახეთ, როგორც კი ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი ჩამობრძანდა, როგორც კი უცხოელებმა მისცეს მითითებები, როგორ შეცვალეს ნარატივი, მათ შორის ლელოში. ეხლა ეს დანარჩენი ყველაფერი თამაში არის. მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ საბოლოო ჯამში, რომ ხა ამ ოპოზიციას თავმოყარეობა არ აქვს, ხომ? შეუძლიათ იძახონ არ შევართ პარლამენტს და შევნე პუფები ვით შედიან პარლამენტში, შეუძლია იძახონ რომ არ მივიღეთ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ პუფები ვით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რატომ? იმიტომ რომ აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან უცხო ეთიდან. ეს არის საერთო ჯამში, რაც რა არჩევანიც 2020 წლის 26 ოქტომბერს გააკეთა ხალხმა. პოლიტიკურ გუნდებს შორისაც. ერთხარეს ეს იყო ქართველი ხალხის ინტერესზე დაყრდნობილი და ქართველი ხალხის კარნახით მოქმედი ქართული ოცნება, მეორე მხარეს უცხოელების კარნახით მოქმედი. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება, რას ეტყვიან მას უცხოელები. ასე რომ კოტეიოსელიაზე გიცხავთ ბატონო შავლა, ისია ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს ადამიანი გაიძახა და თავად ამბობენ, რომ მაგისტრი მოსამართლის საშუალებით დაიკითხებიან. არის გამოძიება დაიწყო, ყველაფერი ამ ხრივ ჩვენ ინტერესშიც არის, რომ ასეთი დეზინფორმაცია და მართლაც პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ ახლა რაიმენაირად მიიპყო ყურადღება უცხოელების, რომ ასეთი ტყუილები არ დარჩეს საერთში გამოკიდებული და ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რამდენად საერთოდ დაცლილი არის ოპოზიციისგან, საერთოდ რამე იდეა მოგისმენიათ, რაიმე თემა მათგან საუბარი, ერთადერთი არის ის, რომ რაიმენაირად თვითმიქტიმიზაცია მოახდინონ, ესეც ერთ-ერთი მცდელობა არის ამასთან დაკავშირებით. ხა იქ რა ხდება? ცოტა რთული არის, იმასაც ვერ გავერკვიე, რომ თქვა ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს ამბობს, მაგრამ გამოძიება არის და საბოლოო ჯამში ყველაფერი იქმნება. არა, გაჭიანუნება რატო არის პროცედურები, რაც აგრემანის მიღებასთან არის დაკავშირებული.
ასე რომ ჩვეულებრივ ვადებშია მე ვფიქრობ. მხოლოდ პროცედურების არ ვიცი მე შიგნით პროცედურა როგორ ეწყობა სხვა არ ხედავ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი სხვა საკითხიც არის დაკავებული, მაგრამ ის ჩვეულებრივი სტანდარტული ვადები არის, როდესაც ხდება დანიშვნა, მათ შორის ხედავ თქვენ, ეხლა ასე ვთქვათ ეტაპობრივად ხდება სხვადასხვა ქვეყანაში ელჩების დანიშვნა, იქაც პროცედურა არის აგრემანის მიღების, როგორც ჩვენ ვაძლევთ ხომ, აგრემანს სხვა ქვეყნის ელჩს. სხვა შორის აქვე მინდა ხატია წილოსანს მიულოცო ასევე ევროსაბჭოში ელჩად დანიშნა ჩვენი კოლეგა, რომელიც ასევე გამორჩეული პროფესიონალი არის და ვფიქრობ, რომ ამ ადგილზე ევროსაბჭოში ელჩად ის იქნება არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატურა. ჩვენ არა, მე რამდენიც ვიცი. ну ერგეთყვით ახლა ამერიკის არა ადმინისტრაციის გადასაწყვეტი არჩის უნდა ჩამოყალიბდეს რა თქმა უნდა ვინ იქნება ელჩობის კანდიდატი ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით და სურვილი გვაქვს რომ რაც შეიძლება მალე იქნეს დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და არ იყოს ეს რაღაც მოადგილის დონეზე მათ შორის ვინაიდან ელჩის მნიშვნელობა სწორედ ქვეყნებს შორის მე სხვა შორის გუშინ ამაზე დავწერე კიდევაც სამწუხაროდ გარკვეული რაღაც ტენდენციებს ხედავ ჩვენო ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ზრუნავს არა იმაზე რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გააუმჯობესოს, არამედ პირიქით ზრუნავს იმაზე რომ გააუარესოს ეს ურთიერთობა. ხედავ ჩვენ ზოგიერთ ელჩს რომელიც რაღაცა ცხვრის აბზუებით უყურებს ქართული ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და იხუტებს საკუთარ დაფინანსებულ NGO-ებს და იმას ეძახის ხალხს, ვისაც ფულს აძლევს. აი ესეთი სამწუხარო განვითარებებთან გვაქვს საქმე, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ დიპლომატია დაუბრუნდეს თავის ადგილს, ელჩები დაუბრუნდნენ დიპლომატიას და ამ მხრივ ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის როგორც საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დანიშვნა საქართველოში, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ მათ შორის ასე ვთქვათ ელჩებთან ურთიერთობა იმისთვის რომ ქვეყნებს შორის და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები გამყარდეს და არა პირიქით გაფუჭდეს. შეიძლება პირველ კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემცირება ჩვენს ქვეყანაში და კოვიდის შემდეგ ესეთი რამე არ მოხდარა. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ეკონომიკაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის და თქვენი პოლიტიკის შედეგი არის თუ არა ის რომ ეკონომისტების თქმით ინვესტიციები ამ ქვეყანაში არის შემცირებული პირველ კვარტალში არის შემცირებული უცხოური ინვესტიციები ხო, რაც შეეხება ინვესტიციებს, ანუ რა ვიცი, როგორ უწოდოთ ექსპერტი ისეთ ადამიანებს, რომელმაც იციან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეკორდულ ინვესტიციის ოდენობას მიაღწია, 6 მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდება საქართველოში მომდევნო 3 წლის 2.5 წლის განმავლობაში, თუ 3 წლის თუ არ ვწდები, 5 წლის განმავლობაში ბოდიში, ასე რომ ხა კვარტლის ჭრილში ვიღაცების ასე ვთქვათ ის რა თქმა უნდა ასეთი რიცხვები ცვალებადია ერთი კვარტალი და მეორე კვარტალში. ამიტომ დაელოდონ ვისაც ასეთი ავისიხარული აქვს რომ იქნებ რაიმენაირად ცუდად წავიდეს საქმე საქართველოში, არაფერი ცუდად არ წავა. ხედავთ თქვენ რომ მსოფლიო სავალუტო ფონდმაც კი აწია თავისი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუ ასევე 1%-ით კიდე გაზარდა. ასე რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ჯანსაღი ეკონომიკის წყალობით და მათ შორის იმ ინვესტიციების, რომელიც უკვე შეთანხმებული არის. ასე რომ ჩვენ გვექნება რეკორდული რაოდენობით ინვესტიციები მომდევნო წლების განმავლობაში. არა, პრემიერ-მინისტრი არის. ხო, ჩვენ გვექნება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა დღეს, ხვალ გვექნება ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა. ამიტომ ეს კვირა დატვირთული იქნება ამ მხრივ, მნიშვნელოვანი არის მოვისმინოთ სახალხო დამცველისგან მისი შეფასება. ზოგადად სახალხო დამცველი მათ შორის პარლამენტისთვის არის ინსტიტუცია იმისთვის, რომ ჩახედოს ადამიანის უფლებების მდგომარეობას, შეაფასოს როგორც კანონების აღსრულების საკითხს, ისევე კანონების გაუმჯობესების საკითხს.
საკომიტეტო მოსმენები იყო, დღეს პლენარულ სხდომაზე გვექნება მოსმენა, იქნება დისკუსია ამასთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს ამ დასკვნიდან გამომდინარე, რა არის ის, რაც შეიძლება ჩვენ გავითვალისწინოთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სხვადასხვა გენერალურ საკონსულო იქნება მილანში, იცით, და მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ამიტომ პრემიერ-მინისტრი იმყოფება, იქნება ამ გახსნაზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ღონისძიება არის ჩვენი ქვეყნისთვის. საპარლამენტო წარმომადგენლებს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან რომ გვაქვს სასესიო კვირა, ამიტომ პარლამენტის წევრები პარლამენტში იმყოფებიან, თუმცა რა თქმა უნდა პარლამენტის შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი. იმიტაცია რისი? აი ხა 5 წუთში ავალ პლენარულ სხდომათა დარბაზში და 2 საათში გვექნება კენჭისყრა მივიღებთ კანონებს. იმ კანონებს, რომელსაც შემდეგ თქვენ ასე ვთქვათ, თქვენთვის იმოქმედებს. ასე რომ რა ლეგიტიმაციის იმიტაცია გჭირდება, პარლამენტი არის არჩეული ქართული ხალხის მხრიდან და მუშაობს ისე როგორც შეესაბამება პარლამენტს. სახელმწიფო დაცვის პროგრამაზეც რომ ცხრა ჩაცხობთ და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ცნობილება ამაღლდეს საზოგადოების მამბებთან. ხო, მნიშვნელოვანი არის შინაურ ცხოველთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გქონდეს ძალიან მყარი სამართლებრივი ბაზა, ჩვენ გქონდეს პასუხისმგებლიანი ფლობელები შინაური ცხოველებისა და ამაზე ჩვენ დიდი ხანია მუშაობთ, მათ შორის ეს პროექტი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იქნა პირველი მოსმენით განხილული კომიტეტის დონეზე, ქონდა მათ შორის საჯარო განხილვები ამ პროექტისა და ყველა საუკეთესო გამოცდილება რაც კი არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში არის თავმოყრილი ამ პროექტში და ჩვენ თავარი არის რომ ნახოთ ერთის მხრივ ბალანსი იმის რომ როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი ყავდეთ შინაური ცხოველები მათ ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია რომ იყოს პასუხისმგებლიანი ფლობელობა იმისთვის რომ შინაური ცხოველები იყვნენ რეგისტრირებული, მიგნებადი იმ შემთხვევაში რომ ხედავთ რომ ხშირად და მათ შორის უპატრონო მიუსაფარი ძაღლების პრობლემატიკა რაც არსებობს სხვადასხვა გამოწვეულია უმეტეს შემთხვევაში იმით, რომ მოქალაქეები არ იქცევიან თავად უპასუხისმგებლოდ, ფიქრობენ რომ ძაღლი ან სხვა შინაური ცხოველი სახლში რაღაც სათამაშოდ გონიათ, მიიყვანეს, შემდეგ ვერ უმკლავდებიან იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვია შინაური ცხოველის მოვა და ხდება ხოლმე მათი მიტოვება და ასე ვიღებთ მიუსაფარ ცხოველებს. მნიშვნელოვანია ამიტომ რომ მოხდეს რეგისტრაცია მათ შორის შინაური ცხოველების, რომ თუ კი მიატოვებს შემდეგ პატრონი და ნახავთ ჩვენ მიუსაფარ ცხოველს, ვიცოდეთ, ვინ მოიქცა უპასუხისმგებლოდ, რომ ამაზე იყოს შესაბამისი პასუხისმგებლობა, იმისთვის რომ არსებობდეს უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქალაქად, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პასუხისმგებლობით მოიქცეს ყველა. ზეგარის ნიკა გვარამიას პროცესი და სავარაუდოდ ისეგან ვითარდება მოვლენები, როგორც წინა შემთხვევაში. თქვენ როგორ უყურებთ მიმდინარე პროცესებს გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებით და სწორედ იმის ფონზე, რომ უკვე დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარ თავს პოლიტპატიმრებს უწოდებენ. როგორ განვითარდება მოვლენები ნიკა გვარამიას შემთხვევაში? რა მოლოდინები გაქვთ? მე ერთადერთი მინდა მოუწოდო საელჩოებს, დონორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ შემდეგ მე ყალბი ნარატივის გავრცელებას ჯობია რომ აქედანვე მოუწოდონ მას რომ გადაიხადოს გირაო. რა თქმა უნდა ეხლა როდესაც ადამიანი ეს კინო ხო ნანახივა მელიას საქმე რომელიც შემდეგ ევროკავშირმა გადაუხადა მას გირაო და ამით საერთო ჯამში წახალისდა ასე ვთქვათ რადიკალიზმი ოპოზიციის მხრიდან. მიდის ჩვეულებრივი პროცესი იყო გირაო შეფარდებული, შეეძლო ეს გირაო თავისუფლად გადაეხადა, მათ შორის გადახდაში მინდა ყველა მიცოდეს, რომ არ იგულისხმება, რომ მაინც და მაინც ფული უნდა გადაიხადოს ადამიანმა და კონდეს ეს თანხა, ასე ვთქვათ, ანგარიშზე, მაგალითად სხვების შემთხვევაში, გიორგი ვაშაძე და სხვები, მათ უძრავი ქონება უბრალოდ და ასე ვთქვათ, ჩადეს როგორც გარანტია.
ასე რომ მასე შეეძლო ესე მოქცეულიყო მithumetis ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ასე მივიწევ ვინაიდან ასე არ იქცევ ახლა მას გააზრებული აქვს როგორც ჩანს რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოყვეს იცნობს ძალიან კარგად სასამართლო პრაქტიკას მე უბრალოდ აქედანვე მინდა წინასწარ მივმართო იმ ელჩებს იმ დონორებს და იმ უცხოელ პოლიტიკოსებს რომლებიც შემდეგ გამოდიან ხოლმე და განცხადებს აკეთებენ ჩვენზე ხშირად ხვდებიან გვარამიას და მსგავს ოპოზიციას ყოველ კვირა ამის შეხვედრები აქვთ და ძალიან იხუტებენ გულში ნუ წააქეზებენ მათ კანონდარღვევაზე და თუ კი წააქეზებენ შემდეგ ნიანგისცემლები რომ არ იყოს ზოგიერთი ელჩის მხრიდან იმასთან დაკავშირებით რომ მათივე წაქეზებული კანონდარღვევის გამო ადამიანს კანონიერი შედეგები შეიძლება დადგეს ადამიანისთვის